მოცემული ვიდეოთი მოგაწოდეთ ინფორმაციას, რა უნდა ვიცოდეთ სიცხლის სამართლის წესით დაკავებასთან დაკავშირებით. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, როდის ითვლება პირი დაკავებულად. პირი დაკავებულად ითვლება პირველივე წუთიდან, როგორც კი მას თავისუფალი გადადგილების უფლება შეეზღუდება. შემდგომი საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის სასამართლოს განჩინებით იქნება პირი დაკავებული თუ სასამართლოს განჩინების გარეშე. ეს ორი სამართლებრივი პროცედურა არსებობს, როდესაც პირის დაკავება კანონით დასაშვებია. სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რომელსაც კანონი პირდაპირ მიუთითებს რა ითვლება გადაუდებელი აუცილებლობად. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც პირი ძებნილია, როდესაც პირი მიმალვაშია, როდესაც პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, როდესაც პირი მიიმალა, თუმცა შემდგომ თვითმფრინავმა პირმა იგი ამოიცნო და სხვა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. თუ აღნიშნული საფუძველი არ არსებობს, გადაუდებელი აუცილებლობის დაკავება უკანონოა. შემდგომი საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ, რა უფლებები აქვს დაკავებას. უფლება აქვს იცოდეს, რა დანაშაულის ჩადენა შეედება მას ბრალი. უფლება ადვოკატზე, დუმილის უფლება. კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება სამედიცინო შემოწმებაზე და ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება. ამასთან აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან არის კონფიდენციალური და დაუშვებელია აღნიშნული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა. დაკავებისთანავე აუცილებელია შედგეს დაკავების ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს დაკავების ადგილი და დაკავების ზუსტი დრო. ამასთან დაკავების ოქმში აუცილებლად უნდა მიეთითოს დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, აღენიშნება თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება. დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომელიც ყველაზე ახლოს არის. ამასთან დაკავებულთან ნებისმიერ დროს აქვს უფლება ადვოკატს შევიდეს ნებისმიერ საათებში. რაც შეეხება დაკავების საერთო ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს არც ერთ შემთხვევაში 72 საათს. 72 საათიდან პირველ 48 საათში ბრალდების მხარემ პროკურორმა დაკავებულს უნდა წარუდგინოს ბრალი იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელსაც ის ედავება, ხოლო შემდგომ 24 საათში უნდა იქნეს განხილული ბრალდებულისთვის აკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. თუ დაკავების საერთო ვადამ გადააჭამა 72 საათს, ამ შემთხვევაში სახეზე არის საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ნორმების დარღვევა და პირი ითვლება უკანონო პატიმრად. ეს არის ის ძირითადი სამართლებრივი საკითხები, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სისხლის სამართლის წესით დაკავების შემთხვევაში,